მივესალმებით პირველ რიგში ყველა სოფლის მომხმარებელს. მე ვარ ბექა 401 და ამ ვიდეო გაკვეთილში მინდა გასწავლოთ თუ როგორ შეიძლება Photoshop-ის დახმარებით თვალის ფერის, თმის ფერის და ნებისმიერი რამის, ანუ ფერს გულისხმობ ამ შემთხვევაში შეცვლა. ასეთი ვიდეო გაკვეთილები იტო, მაგრამ იყო ლინზების დახმარებით ეს ვიდეო გაკვეთილები თვალის ფერის შეცვლა, თმის ფერის შეცვლა 1000 რაღაცა სანდოებზე, მაგრამ მე გასწავლით ამას ძალიან მარტივად. და თან კარგი შედეგიც არის რეალურად. გავხსნით Photoshop-ი, ავიღოთ რაიმე სურათი, მაგალითად აი ეს და აი ამ ვიდეოში გასწავლით თუ უბრალოდ ამ სურათზე გასწავლით როგორ შევცვალოთ მისი თმის ფერი, ტანსაცმლის, თვითონ კანის, ტუჩების, თვალის და ასე შემდეგ, რაც თქვენ გსურთ. ამისთვის საჭიროა რომ მუშაობა დავიწყოთ, შევქმნით ახალი ლეიერი. ჩვენ შეგვიძლია ეს გავაკეთოთ, ანუ ახალი ლეიერის დამატება გავაკეთოთ ძალიან ბევრნაირად, მაგრამ ანუ თქვენ გასწავლეთ ყველაზე მარტივს. დავაჭიროთ Ctrl-ს, Shift-ს და N-ს კლავიატურაზე და შეიქმნება ახალი ლეიერი. ეს უფრო სწრაფი მუშაობისთვისაც გამოგადგებათ. და ახლა საჭიროა აი აქ normal რო აწერია, დავაყენოთ soft light და მორჩა. ყველაფერი გაკეთებულია. ავიღოთ brush tool-ზე და ავირჩიოთ რაიმე ფერი. მაგალითად თვალები წითელი მინდა გქონდეს, ხო? ოკეი. ოკეი, გაწითლდა აი აქ ფერი. გამადიდებლით გავადიდოთ. ან მომევიდა. აი ასე მაგალითად. და ავიღოთ brush tool-ზე, დავაპატარავოთ ცოტა. აი ასე. კიდე აი ასე და ეს აი აქ რაც არის შავს რო არ შევიხოთ ჯობია, იმიტომ რომ უფრო კარგი ფერი გამოდის. აი ეს უფრო რეალურს გავს ეს შავი რაც არის, შევიცავთ ხოლმე რომ არ შევიხოთ მარტო მის გარშემო, ანუ ეს გარსი დავაფერადოთ. აი ასე ახლა დავაპატარავთ და ნახოთ როგორი ეფექტი გამოვიდა. ნახეთ ალბათ რომ ნამდვილად გავს თვალს და არის რაღაც უბედურებას. ახლა ავიღოთ არაქვს შემოგეთეთ ლურჯი და ავიღოთ brush tools. გადავდოთ ცოტა ეფექტი შესამჩნევი იყოს და ნახეთ გადავატარეთ აი ამ ტანის ამოს. აბსოლუტურად ინარჩუნებს ყველა ჭრილს და არ იკარგება. რო გავაფერადებთ აი ამას. არ იკარგება აბსოლუტურად, კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველაფერს ინარჩუნებს. უბრალოდ ჩვენ ახალ ლეიერზე მუშაობთ აი აქ და ეს უბრალოდ soft light რა ხელ გაყენებული ჩვეულებრივად აჩენს, ანუ ზემოდან ზედა ფენას უკეთებს. მოდი ახლა გაჩვენებთ თუ როგორ შეიძლება ტუჩის დარედაქტირება, მაგალითად ეს ტუჩის ლაკის საცხის ფერი არ მომწონს მე და სხვა ფერი გავუკეთოთ რა, მაგალითად აი ვარდის ფერი. დავაპატარავთ ცოტა. თუ არ იცით გეტყვით მაგასაც რომ აი ანუ ამ brush tools-ის ზომების აღება შეიძლება მაუსის მარჯვენა ღილაკის დაჭერით. იქიდან მე დავაპატარებ თქვენ თვითონ როგორ ზომასაც გინდათ. აი ასე. აი ასე. დავაპატარავთ. ნახეთ გონი კარგი ეფექტია. აი ამ სურათს შემოგთავაზებთ მე უკვე დამთავრებულს, გონი პრინციპი უკვე თქვენ მიხვდით. დავაპაუზებ მე ახლა ვიდეოს და ცოტა ხანში ნახავთ დამთავრებულს. ამ სურათის ნაწილი უკვე დამუშავებულია, ახლა ჯობია რომ გადავიდეთ მის დამუშავებაზე. მის დამუშავებაც იგივენაირად ხდება. ავირჩიეთ რაიმე ფერი, აი მაგალითად ეს და წავუსვათ მასზე. აბსოლუტურად მას თავის ტექსტურას ინარჩუნებს, არაფერი არ ფუჭდება და ანუ არ გაგვეფუჭდება. თუ რა გვეფუჭდება, ან რაღაც გადავიდით აქეთ სურათზე, Ctrl-ს და Z ასოს-ს დავაჭიროთ და მოშორდება ეს ყველაფერი.
ესეთი ძალიან მარტივი გაკვეთილი გამოვიდა. ახლა მე ამას აღარ დავიწყებ ბოლომდე ანუ დაედაქტირებას. მგონი მიხვდით ყველამ ძალიან მარტივია მის გაკეთება. მაშასე გაკვეთილი სპეციალურად მომზადდა საიტისთვის SOPG, ვისაც რამე გაინტერესებთ შეგიძლია შემოხვიდეთ და აი აქ კითხვებში, თხოვნებში თქვენი დაწეროთ თქვენი კითხვა და ჩვენ აუცილებლად გიპასუხებთ. დიდი მადლობა SOPG-ის ადმინისტრაციას, ასეთი საიტისთვის და ბობუკას.